საქართველოს ხელისუფლება აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრებ ბურ ფერმერებს მიწებს თითქმის უსასყიდლოდ სთავაზობს ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა ინდეპენდენტი წერს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საუბარია დაახლოებით 40,000 ფერმერზე. მმართველი გუნდის წევრები კი ამბობენ, რომ საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული ბურ ფერმერთა დელეგაცია მართლაც იმყოფებოდა. ბაბუნა დავითაიაკი, რომელიც მემორანდუმის ხელმომწერად სახელდება, კომენტარს არ აკეთებს. როგორ აფასებენ ექსპერტები ბური ფერმერები საქართველოში ჩამოსვლის პერსპექტივას და რა ბედიელით ქართველ გლეხებს ცლადნახეთ მაესტროს ამბებში 9 საათზე. საუბარი იყო და დელეგაციაც იმყოფებოდა აქ სამხრეთ აფრიკის ფერმერთა ასოციაციის, მე მგონი ასე ქვია, რომელიც ინტერესდებოდა ინვესტირებით საქართველოში. აი ეს არის რეალობა. საქართველოს 53% მოსახლეობისა ირჩენს თავს სოფლად. საქართველოს ძირითადი პრობლემა გახლავთ სოფლის მეურნეობის ის, რომ სოფლის მეურნეობა არ არის კაპიტალიზებული. ბურების ჩამოვანა კი არ არის საჭირო, კრედიტი უნდა გაეცეს სოფლის მოსახლეობს, რათა ფერმერული ქართული მეურნეობა შექმნა.